Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons fearing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight. გამარჯობა, მოგესალმებით და ვიწყებთ დაპირებულ ინტერვიუს კლიმაქსის პერიოდზე. კლიმაქსის შესატყვისი სიტყვა ქართულში ასე არ მოგვეპოვება. ამიტომ ვცადე და ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვე, მოეფიქრებინა რამე შესაფერისი ტერმინი. მან შემომთავაზა ცხრობადობის დასასრული. ცხრობადობა უნარს ნიშნავს, რომელიც ქალს ბავშვის ჩასახვისა და გაჩენით აქვს. ამიტომ ცხრობადობის დასასრული მართლაც შეიძლება მივიჩნიოთ კლიმაქსისთვის შესაფერის ტერმინად. ასევე არ გვხვდება კლიმაქსი და კლიმაქსის მიმოხილვა ქართულ მრავალფეროვან ლიტერატურაში. თუმცა გვყავდა მწერალი დორის ლესინგი, ნობელიანტი, რომელმაც რამოდენიმე წიგნი მიუძღვნა ქალის ამ პერიოდის შესწავლას და მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგიური რომანი The Summer Before the Dark, ზაფხული სანამ დაბნელდება ან დაბნელების წინ, რომელიც სამწუხაროდ ქართულად არ არის ნათარგმნი, სწორედ ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც მოგვითხრობს ქალზე, რომელიც განიცდის ამ ჰორმონულ ცვლილებებს და ცდილობს თავისი თავი იპოვოს დედისა და ცოლის როლების მიღმა. დღეს ჩვენთან ერთად არის ნატა სირაძე, რომელიც არის მიან-გინეკოლოგი, ამჟამად დასაქმებული პორტუგალიაში და მისი დაძაბული და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დაგვთანხმდა, რომ ესაუბრა ჩვენთან ერთად ამ თემაზე. დიდი მადლობა ნატა, მოგესალმებით. მოგესალმები ნატო, მადლობას გიხდი მოწვევისთვის. ძალიან კარგი წამოწყება გაქვს. და რა ვიცი, წარმატებებს გისურვებ. მივესალმები ასევე შენს მაყურებელს, შენს მსმენელს. და რა ვიცი, ვეცდები გასაგებინაზე, ასე ვთქვათ, უფრო კონკრეტულად რაღაცა კითხვებზე პასუხები დავაკმაყოფილოთ, თუმცა თემა ძალიან დიდია. მოდი დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ როდის შეიძლება დაიწყოს, ეს ძალიან ინდივიდუალურია ალბათ. და როდის შეიძლება დაიწყოს კლიმაქსი და რა არის პრეკლიმაქსური პერიოდი, კიდევ ამაზე რომ ვკითხრა 1-2 სიტყვა. მოდი დავიწყებ იქიდან, რომ თვითონ კლიმაქსი, ანუ მენოპაუზა რას ნიშნავს, ასე ცოტა რომ არ შევაშინოთ ჩვენი ქალბატონები, ეს არის ოვარიული ფუნქციის საბოლოო დეფიციტი, ანუ მას აღარ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, დაორსულება, ბავშვის გაჩენა და ასე შემდეგ. ასაკი, რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური, ზოგადად იწყება 41 წლიდან, ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს 1 წელი და შეიძლება გაგრძელდეს 10 წელი, ანუ ესეთი ფიქსირებული და ზუსტი ასაკი არ არსებობს. ნორმალურ შემთხვევაში 50-დან 52 წლამდე დგება მენოპაუზა, არის ადრეული მენოპაუზა, რომელიც არის 40-დან 45 წლამდე. და არის გვიანი მენოპაუზა 54 წელი და ზემოთ. რა თქმა უნდა, იწყება ეს ნელ-ნელა, შეპარვითი ხასიათი აქვს მას, ციკლის გახშირებით, არევით, ასე ვთქვათ, გახშირებით შეიძლება იყოს გამოტოვებით, შეიძლება დაგვიანებით, ასევე უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს სიმპტომები არ არის აუცილებელი, რომ ყველას ჰქონდეს. არის კიდევ უამრავი, იქ იქმნება ხასიათის ცვლილებები, უფრო აგზნებადი ხდება ქალბატონი, უძილობა, არის ლიბიდოს დაქვეითება, არის კიდევ საშოს სიმშრალე, მტკივნეულის სქესობრივი აქტი და ნუ ასე შემდეგ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის აუცილებელი, რომ ეს სიმპტომები ჰქონდეს ყველას და ეს სიმპტომები კიდევ არის მოგვარებადი, ასე ვთქვათ. კი, მამაში ეჭვიც არ მეპარება. განაჩენი არ არის, მოკლედ. განაჩენი არ არის, ყველამ უნდა გავიაროთ. იცი, რა მინდა და მეკითხა, ანუ მე ვარ ახლა 39 წლის გავხდი და დაახლოებით სადღაც 2 წელია ვიგრძენი უკვე, რომ ჩემშიც დაიწყო რაღაცა ცვლილებები. მიმოწერა მქონდა ერთ-ერთ კოლეგასთან, მოკლედ რომ ეხა ჩამოვაყალიბო და 1 წლის მერე ეს მიმოწერა ისევ აღმოვაჩინე და მივწერე, რომ რო იცოდეთქო ისეთქო, პროგესტერონმა ყველა პრობლემა გადამიწყვიტა თქო და მან მომწერა, რომ ხო, პროგესტერონის ნაკლებობა მაგასაკში იწყებაო და უცებ ისე რაღაცა ცუდად ვიგრძენი თავი, მეთქი 38 წელი რა ასაკია, რომ მე პროგესტერონის ნაკლებობა დამეწყოს.
კი, ნელ-ნელა იწყება, ხო, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა იწყება, თუმცა არ არის ეს საგანგაშო და არ არის ის, რომ დაუშვათ მომავალში, როდესაც დადგება თქვენი ესეთი, როდესაც შეხვალთ მენოპაუზაში, რომ რაღაცა ეს სიმპტომები გაგიმძაფრდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ არსებობს რაღაცა ხერხი, რომლითაც შეიძლება განვასხვაოთ პრეკლიმაქსური პერიოდი ან კლიმაქსის პერიოდი სხვა რაღაცა ჰორმონული ან თუნდაც ფსიქიატრიული პრობლემებისაგან? ანუ როგორ არის იცით ნატო ასაკის მიხედვით არის თუ იწყება აი ეს ყველაფერი იწყება რაღაც 40 წლის დაბლა 40 წლის ქვემოთ აი მაშინ აუცილებელი არის ჩატარდეს ჰორმონალური ანალიზი ხოლო თუ უკვე იმ პერიოდშია როდესაც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე კლიმაქსის პერიოდი ანუ 45-დან ზევით ანუ მენოპაუზა არის პირველი ციკლიდან უნდა გავიდეს 12 თვე უნდა იყოს ამენორეა, ანუ ციკლის არარსებობა და ეს არის ითვლება უკვე მენოპაუზად. მანამდე ჯერ ისევ პრეკლიმაქსური მანამდე პერიოდი. კი, დაუშვათ, კი, მანამდე არის ის, აი ესეთი კლინიკური დიაგნოზი აქვს. ამ მენოპაუზას. ჰორმონული ცვლილებები ახსენეთ და უბრალოდ თქვით, რომ ტესტები უნდა გაკეთდეს თუ უფრო ნაკლაზო, უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყება. რამდენად მიზანშეწონილია, რომ პაციენტები თვითონ ახდენდნენ, თვითნებურად ჩაატარონ ეს ჰორმონალური ანალიზები, თუ სჯობს ყოველთვის, რომ ექიმთან მივიდნენ? რა თქმა უნდა მივიდნენ ექიმთან, იმიტომ რომ თვითონ პაციენტს ხა არ აქვს დაუშვათ თქვა სამედიცინო განათლება, მე არ მაქვს ლაპარაკი ხა ექიმებზე, არ აქვს სამედიცინო განათლება, ზუსტად არ იციან რომელი ჰორმონი, იქ ხა მეზობელმა უთხრა რომ წადი ტესტში ჩააბარე, დაუშვათ წადი ჩააბარე რაღაცა ესე, არა, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. და ადრეულ ასაკში უნდა გამოირიცხოს აუცილებლად ეს ჰიპოგონადიზმი, საკვერცხის ადრეული უკმარისობა, აუცილებლად ჰიპერპროლაქტინემია და არის სხვა დაავადებები, რომლებიც უნდა გამოირიცხოს. იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო 40 წლის ქვევით. ეს ჩვენი ჩივილები. კიდე ერთხელ რომ ჩამოგვიყალიბო, ეს ყველაზე გავრცელებული ჩივილები, შენი გამოცდილებით რა არის? ყველაზე გავრცელებული ჩივილები, ალებს რო ეძახით, ეს ფლეშები არის ეს და მე აქედან გამომდინარე იწყება ეს ხასიათის ცვლილებები, უფრო მეტად რაღაცა ისეთი ემოციური ხდება ადამიანი და ვიღაცას საერთოდ არაფერი არ აქვს. ანუ ძალიან ინდივიდუალურია. ინდივიდუალური. მაგრამ ეს წამოხურებები, flash სიმპტომატიკა, ეს ფსიქოლოგიური ცვლილებები არის უფრო მეტად წინ წამოწეული უძილობა გვითხარი კიდე. უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება. ოფლიანობა შედის, თქვათ, კი. შემდეგი კითხვა, რომელიც თან კითხვის სახით შემოვიდა, რამაც ძალიან გამახარა და დიდი მადლობა კითხვებისთვის, ეხება უკვე მკურნალობას. ანუ მივედით ექიმთან. აქ აზრები იყოფა, რაღაცა ესე მგონია, რომ აზრები იყოფა და ზოგი ექიმი ვთქვათ, მხარს უჭერს ჩანაცვლებითი თერაპიას, ზოგი არა. მოდი ჯერ გვითხარი, რას ნიშნავს ეს ჩანაცვლებითი თერაპია? და რას შენ ამაზე? ჰორმონოთერაპიაზე გაქვს ავარაუდოთ საუბარი, ხო? იცი რა, საქართველოში რო ვიყავი, მეც რაღაცა წინააღმდეგი ვიყავი ამ ჰორმონოთერაპიას. მაგრამ აქ შემეცვალა აზრი, უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო პრაქტიკაში, როგორ ვთქვათ, უფრო მეტი პაციენტი მყავს, რომელთაც აი ეს ჰორმონოთერაპია ძალიან კარგად მოქმედებს. მათი სარგებელი არის, ესე იგი, ძალიან ბევრი სარგებელი აქვს ამ ჰორმონოთერაპიას. ეს არის გაუმჯობესება ცხოვრების ასეთი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ლიპიდური პროფილის გაუმჯობესება, ოსტეოპოროზული მოტეხილობების რისკის შემცირება და კიდევ რა უწერიათ, იცი რომ არის კოლორექტალური კიბოს გამომწვევი მიზეზების რისკის შემცირება. თუმცა მექანიზმი არ არის აღწერილი. მაგრამ დადებითი კუთხე აქვს ამ ჩანაცვლების დადებითი კუთხე კი ანუ მოკლედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში კიდევ აი ამ ჩივილებს საუბაცხოვრებო ჩივილები რაც არის ეს ლიბიდოს დაქვეითება ეს ალები ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ალები
აი მაგ რაღაცების შემსუბუქება ხდება მოკლედ. იცი რას ვიკითხავ მაშინ? არსებობს ასევე უკუჩვენებები, ხო? კი, ჰორმონოთერაპიას აქვს როგორც ესე ვთქვათ დადებითი ასევე უარყოფითი რაღაცებიც. უბრალოდ არის არსებობს უკუჩვენება, სრული აბსოლუტური უკუჩვენება და არის შედარებითი უკუჩვენება. აბსოლუტურ უკუჩვენებაში შედის საეჭვო ორსულობა, შედის აგრეთვე დაუზუსტებელი სისხლდენები, ხო, რომელიც არის აუცილებლად ბატონო? ალბათ ძუძუს სიმსივნეებიც, ხო? კი, რა თქმა უნდა, ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები, ასევე ანამნეზში გადატანილი ინსულტი, თრომბოფილიები, ღვიძლის მწვავე უკმარისობები, ეს ყველაფერი არის უკუჩვენება. ანუ ჩვენ აქ გვერდით ვთქვათ რა არის უკუჩვენება და რა არის გვერდითი მოვლენა, იმიტომ რომ ეს ყველაზე ხშირად ეშლებათ ხოლმე არასამედიცინო მქონე, უკუჩვენება, რომ არ უნდა დაინიშნოს, აბსოლუტური უკუჩვენება, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნოს კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, ანუ ეს ჰორმონები, როცა არის საეჭვო ორსულობაზე, ეჭვი არის ორსულობაზე, არის დაუდგენელი გენეზის სისხლდენები, ანამნეზში არის გადატანილი ინფარქტი ან ინსულტი და კი აურით როცა არის კი აბსოლუტური უკუჩვენება. აჰა, გასაგებია. ძალიან საინტერესო. არ ნიშნავენ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ კიდე მე რაღაცეები იმატებს. თრომბოემბოლიის რისკი ვისაც აქვს მაღალი, მაგ შემთხვევაში არ შეიძლება და სიმსივნეები ვთქვით კიდე. კი ბატონო. და არსებობს სხვადასხვანაირი მიღების გზა ამ ჰორმონების, ხო? ანუ არსებობს ტაბლეტის ფორმით და არსებობს ასევე პლასტირის ფორმით. ანუ ერთ-ერთი მცირე ჩამონათვალი და ჩვენ ეხებოდა ზუსტად ერთ-ერთი რაც შემოვიდა, რომ ამ პლასტირის ფორმის უპირატესობები რა შეიძლება იყოს? თანაბრად მოქმედებს? სხვადასხვა მეთოდი არის ინექციური მეთოდი, რომელიც ინექციური მეთოდი არის ეს პლასტირები, არის სხვადასხვა გელები და კიდევ არის ვაგინალური გელი. ამათი უპირატესობა არის, რომ შედარებით ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს და სხვანაირი გვერდითი ეფექტი აქვს. თუმცა ამ პლასტირებსაც აქვს თავიანთი ესეთი გვერდითი იწვევენ ალერგიებს. აი ხა იმ პერიოდში ზაფხულში ხო არის ოფლიანობა, რაღაცა ვერ მაგრდება ეს პლასტირი და არის ხოლმე ერთი ამბავი. მოკლედ ყველაფერი არის ინდივიდუალური, არის შერჩევითი და რა თქმა უნდა მიმართონ ექიმს და ის ექიმი თავად შეურჩევს საფერის ფორმას, გზას და ასე შემდეგ. ბუნებრივ ალტერნატიულ მკურნალობაზე რას გვეტყვი? არსებობს მსგავსი მიდგომა მენოპაუზის დროს, ან ხო არის რამე ხერხები, რაც შეიძლება ვთქვათ ჰორმონის გვერდისავლით ასევე დაეხმაროს ქალებს ამ პერიოდში. ძირითადად იყენებენ ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ უკუჩვენება ამ ჰორმონოთერაპიის და ესენი არის ფსიქოტროპული მედიკამენტების ორი ჯგუფი გამოიყენება მცირე დოზით SSRI უკეთესად განსაზღვრავს და SNRI. მოკლედ ამ შემთხვევაში ესე იგი ესენი ზრდიან ეს პრეპარატები სეროტონინის დონეს და შესაბამისად ამ ტვინში რაც უწყობს ხელს აი ამ ტვინში ასე ვთქვათ უფრო მეტ ემოციურ გაწონასწორებას და შესაბამისად ამ ცირებს ამ ალების იმას რა ქვია ალების სიჩქარეს და ხო ძირთად აი ეს გამოიყენება ხოლმე ბუნებრივი საშუალებები იქ ახლა სელის თესლი რო არის და რაღაცა ვარჯიში უნდა იყოს აუცილებლად უნდა იყოს დღის წესრიგიდან ამოღებული ალკოჰოლი, თამბაქო, რომელიც ძალიან მრავალია. და მოკლედ ზოგს ჭირდება ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ფსიქოლოგის ჩართვა, მეტი ფიზიკური დატვირთვა, ესეთი აქტივობა, იოგა და ესეთი რაღაცებით როგორც მივხვდი, მიეკუთვნება ამ პროცესს და უნდა გავიაროთ და ვეცადოთ, რომ ჩვენი თავი დავამშვიდოთ, მედიტაცია ვაკეთოთ, ომეგა მივიღოთ და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს რა არის ეს საშიში სიმპტომები, თქვათ, როდესაც უკვე აუცილებლად უნდა მიაკითხოს ქალმა გინეკოლოგს. საშიში სიმპტომები, უბრალოდ ეს დისკომფორტს ქმნის. საშიში სიმპტომები, რა თქმა უნდა, დისლიპიდემია, ანუ მენოპაუზის დროს
როგორც ჩვენ ხო ვიცით, რომ სეროტონინის დონე მკვეთრად, ესტრადიოლის დონე სეროტონინი კი არა, ესტრადიოლის დონე მკვეთრად ეცემა, რაც ხელს უწყობს, ესე იგი, იმების ლორწოვანი გარსის გათხელებას, ასე ვთქვათ, დისლიპიდემიას, იმატებს არტერიული ჰიპერტენზიის რიზები ამ დროს კი. კიდევ ერთხელ ვიმეორე, არ არის აუცილებელი. ეს არის ზოგ შემთხვევაში. ხო, ხდება ესეთი რაღაცეები, ხდება საშოს სიმშრალეზე ვილაპარაკებ, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის და შეიძლება საშიში რანუ მოკლედ ხდება შეღწევადი, ეს ლორწოვანი თხელდება, ხდება ბაქტერიების მიმართ შეღწევადი და ამიტომ ჩნდება იქ ქავილი, იქ წვა და შეიძლება რაღაცა ესეთი ატროფია მიმდინარეობს ხოლმე და ამიტომ აუცილებელი არის რაღაცა. და ალბათ აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ლუბრიკანტების გამოყენება და ასევე ჰიგიენის დაცვა, ხო, რადგანაც ჰიგიენა ახლა მაგის გარეშეც უნდა დაიცვან და კიდევ უფრო ლუბრიკანტებს იყენებენ ძირითადად, კი, ლუბრიკანტებს და მნიშვნელოვანია პარტნიორის გაგებით მოკიდება ამ საკითხთან დაკავშირებით. იცი რა არის, აი რომ ვეძებდი დღეს დილით ლიტერატურაში თუ გქონდა მსგავს თემებზე, ქართულ ლიტერატურაში საუბარი, ვერაფერი ვერ ვიპოვე. სამაგიეროდ გამახსენდა ბევრი შეურაცხმყოფელი ფრაზა, როგორიც არის ამ ქალს კლიმაქსი ხომ არ აქვს, რა კლიმაქსიანი ქალივით იქცევი. და უფრო და უფრო მეშლებოდა ნერვები ამ თემაზე, რომ ვფიქრობდი. ანუ რეალურად როგორ ფიქრობ, რამდენად არიან საქართველოში მამაკაცები მზად იმისთვის, რომ ამ თემაზე პარტნიორებისგან, თქვათ, ღიად მოისმინონ რაღაცეები. არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვი, უბრალოდ ეს უფრო ფსიქოლოგებმა იციან, იმიტომ რომ მათთან დადიან ხოლმე ხშირად ეს და ისინი ატარებენ კონსულტაციას, ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვი. თუმცა წესით უნდა გქონდეთ მიმღებლობა, იმიტომ რომ კაცებსაც აქვთ მსგავსი რაღაცეები. ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, ამაზე ანდროლოგი უფრო ანდროლოგი ვასაუბროთ. სექსოლოგი ისაუბრებს ამაზე. წონაზე გითხარი, ამ დროს ბევრ ქალს ეწყება წონის პრობლემა. ისევ და ისევ ხო, ამ ესტრადიოლის პრობლემა არის დაქვეითების ფონზე, რო ხდება ამ დისლიპიდემიის, ნივთიერებათა ცვლა შედარებით ნელამიდი მიმდინარეობს, თუმცა არც ეს არ არის კატასტროფა, შეუძლიათ ჩვეულებრივად იყვნენ ესე იგი სწორი კვებაო რო იძახიან ხოლმე ნერვები მეშლება, იმიტომ რაღაცა სწორი კვება. ანუ ჯამრთელი ცხოვრების წესი, ასე ვთქვათ. იქ ვარჯიში, შეამცირონ უნდა ნახშირწყლები, უნდა მიიღონ ბუნებრივი ცხიმები და ყველაფერი იქნება კარგად. რაც არის ადვილი გასაკეთებელი. არა, ხო, აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში. იმიტომ რომ არა პრეკლიმაქტურ ასაკშიც კი აქვთ ხოლმე ქალებს წონის პრობლემა და ამიტომ ეს არ უნდა იყოს ესეთი დიდი საგანგაშო რაღაცა. ჩვენ როგორც მე ძალიან ისე უყურებ ამ თემას და არ ვიცი, ალბათ იოლად რო ველოდები რაღაცა და სულგან ჩვენთან ნევროლოგიაში ჰორმონული ჩანაცვლებით თერაპია იქნებოდა ეს ვთქვათ როგორც ჩასახვისაწინააღმდეგო მეთოდი თუ მერე უკვე როგორც ჩანაცვლებით თერაპია ძალიან ეშმაკისეულად იყო ხოლმე შერაცხული ზუსტად იმ თრომბოლიური რისკების გამო და რაღაცა რამოდენიმე შემთხვევას რომ ნახავდით მოკლედ განსაკუთრებით ძველი თაობა ჩვენი პროფესორების ძალიან წინააღმდეგი იყო ხოლმე ამის თუმცა მე უნდა ვთქვა, რომ ხანდახან შემოდის 70 წლის, 65 წლის, 60 წლის ქალი და უკვე ხვდები, რომ ის ჩანაცვლები თერაპიაზე, იმიტომ რომ განსაკუთრებულად ახალგაზრდად გამოიყურებიან. ეს ასეა, ჩანაცვლები თერაპია არის ასევე ახალგაზრდობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა? რა თქმა უნდა არის. იცი რა გითხარი, ანუ წერამ კი ვთქვის საგანგაშო სიგნალები თქვა, ანუ მენოპაუზა რო დაგვეწყება, ხო? და მერე უცებ დაგვეწყოს სისხლდენა. ეს არის ის საგანგაშო სიგნალი, როდესაც ექიმთან უნდა გავარდეთ? ანუ თუ არის უკვე მენოპაუზა და ვთვლით რომ არის მენოპაუზა, ანუ 12 თვე მას არ ქონია მენსტრუალური ციკლი და მას დაეწყო რაღაცა სისხლიანი გამონადენი, არა მაქვს ჭარბზე ხო საერთოდ აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს, აუცილებლად უნდა მივიდეს გინეკოლოგთან, რათა მოხდეს საშვილოსნოს დათვალიერება, შეფასება, იქ ყელზე რაღაც
манипуляციები კი არა, ესე ვთქვათ, ანალიზების გაკეთება, იცით რა არის? აი პაპ ტესტი ციტოლოგია უკვე აქ გაიზარდა და აკეთებენ 60-70 წლამდე ჩვეულებრივი რუტინა, ანუ სკრინინგი უნდა ჩაიტარონ ქალებმა და თუ კი ისინი სკრინინგს ჩაიტარებენ, არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებათ რაღაცა. თავისი რამ ზოგადად ვთქვათ, რომ ყველა ქალი რომელი ასაკიდან არ ვიცი, მაგრამ წელიწადში ერთხელ უნდა დადიოდეს გინეკოლოგთან პაპ ტესტისთვის, სწორია? არა, წელიწადში ერთხელ არა, თუ ჩაიტარა ქალმა ეს ტესტი, ანუ ციტოლოგია ტიპირებით პაპილომავირუსზე და მას აი ნეგატიური, ანუ არ აღმოაჩნდა არც პაპილომავირუსი და არც ყელის დაზიანება, უკვე 5 წელი არის, კი, 5 წელი, ადრე 3 იყო და ახლა 5 გახდა. გასაგები. და თუ რაღაცა შეამჩნია, ხშირად. თუ რაღაცა სიმპტომები შეამჩნია და უშუალოდ სქესობრივი კავშირის მერისისხლიანი გამონადენი. თავისი რამე თუ შეამჩნია, აუცილებლად უნდა მივიდეს და ხელახლა გადაიმეოროს და ჩაიტაროს და თუ საჭიროა ყოველ წელიწადსაც დაიბარებენ და მოკლედ გადაწყვიტავს მერე უკვე. ჩვენთან ცოტა რთულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ ყველაფერი უფასოა. კი, ჩვენთანაც უფასოა. არის რაღაც სკრინინგები, ჩვენთანაც არის უბრალოდ ბევრი არც იყენებს, მგონი. მე მგონი რომ ძალიან ბევრი არ იყენებს, კი. მეც ასე მგონია. გვიჭირს ჩვენ ცოტა ეს ასე სიარული სკრინინგებზე, იქ მამოგრაფიებზე, იქ უნდა წავიდეს, აქ უნდა წავიდეს და ნუ მოკლედ ცოტა ჩვენ გვიჭირს ამ რაღაცეებში. ამის დრო ქართულ რუტინაში ხანდახან არ რჩება ხოლმე. არ არის, კი, იმიტომ რომ ისინი რაღაცა სხვა პრობლემებთან უწევთ გამკლავება, ასეა. ბევრი ვისაუბრეთ არა, მაგრამ რამდენიმეჯერ ვახსენეთ შაკიკი და ესტრადიოლის ნაკლებობა და შენც გითხარი, რომ თუ შაკიკი გვაქვს აურით, ამ დროს საერთოდ არ ხდება ჩანაცვლებითი თერაპიის დანიშვნა, ჰორმონული თერაპიის და ზოგადად ესტრადიოლის ნაკლებობამ შეიძლება გაუარესოს შაკიკი, ხო? იცი რა არის? ჯერ კიდევ რაღაცა ისეთი საკამათო თემა არის, ანუ ზუსტად ვერავინ ვერ ამბობს, რომ დაუშვათ შაკიკის ან ეპილეფსიაზეც იყო ამის წინ ლაპარაკი, რომ ან ეპილეფსიის ისინი მოიმატებს. არა, შეიძლება მოიმატოს, შეიძლება არა, ანუ არ არის დაზუსტებული ინფორმაცია. შეიძლება პირიქით დაიკლოს კიდევაც, ხო? აი, პოსტმენოპაუზაში უკვე იმისი, რა ქვია, ეპილეფსიის შეტევები პირიქით უფრო ისეთი არის. კი, და შაკიკიც ბევრი ქალი აღნიშნავს ხოლმე, რომ მენოპაუზა მენოპაუზის პერიოდი, გადავლის პერიოდი რო გადაივლის, შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდება ხოლმე. და კიდევ ერთი კითხვა გვაქვს და დავამთავრებთ, რას ნიშნავს, როცა ამბობენ ჰორმონები არაფერ შუაშია და მხოლოდ ვეგეტატიკაა? შეგიძლია ამ კითხვაზე გვიპასუხო? ქართული გამოთქმა არ ვიცი, მე ვიფიქრე, რომ კითხვა ეხება იმას, რომ როდესაც ვეგეტატიური სიმპტომები აქვს, იგივე ის ცხელი, ტალღებს რო ეძახიან, ანუ ალერგი, იმის გაუარესება, ხასიათის გაუარესება, თუმცა მაგ დროს ჰორმონები ასე რაღაცა ნორმაში აქვთ ხოლმე. მაგ შემთხვევაშიც ხდება იგივე აი ეს ფსიქოტროპულების დანიშვნა, ინიშნება მცირე დოზით, რაც ხელს უწყობს იგივე ისევ და ისევ ვარჯიში, ისევ და ისევ რაღაცა ეს იოგა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ანუ არსებობს მდგომარეობა, მოკლედ, როდესაც ჰორმონები ნორმაშია, ეს ხილულად, ყოველ შემთხვევაში რაც ფათაშორის ხშირად არის. და სიმპტომები და ჩივილები ქალს მაინც აქვს. ხშირად არის. და ნუ მაინც მკურნალობა მიდის ფაქტიურად იგივენაირად, უბრალოდ ჰორმონებს არ ვაძლევთ, ეს არის განსხვავება, თორე დანარჩენი ვთქვათ, არამედიკამენტოზური მკურნალობა და პლუს ამას იგივე ის ფსიქოფარმაკოლოგიური საშუალებებიც ის ინიშნება. სწორედ გავიგე. კი, აი, ხო, ნუ ძირითადად ესეთი ფიზიკური აქტივობა და მოკლედ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან უწყობს ამ ყველაფერს ხელს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოდის თავისი აუტოიმუნური, როგორ გითხრათ, ანუ თავისი ნერვული სისტემა, თავის ჩართულია თავისი მთელი ფსიქოლოგია და ასე შემდეგ. არაფერი პათოლოგია.
ოჯახის წევრებს უნდა ვესაუბროთ ამაზე ღიად? უნდა უთხრათ, რომ იცი რა მე მენოპაუზის პერიოდში ვარ. იცით რა, თუ აქვს პრობლემა ახლა ქალს და აუცილებლად უნდა უთხრას, იმიტომ რომ მისი პარტნიორის მხარდაჭერა აუცილებლად მისთვის არის მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. არის კიდე რაღაცა რჩევები, რისი მიცემად გინდოდათ და ჩვენ არ შევეხეთ? თუ თქვით, რომ თემა მოვწურეთ? თემა არის ის, რომ აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების წესი, აუცილებლად სკრინინგებზე სიარული, აუცილებლად ნებისმიერი რაღაცა, თუ კი მათ საეჭვოდ ჩათვლიან, ან რაღაცა დისკომფორტ შეუქმნის, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. მე ვიცი, ჩვენ ქვეყანაში ექიმთან მისვლა როგორ და რანაირად არის, თუმცა არის იმის საშუალება, რომ მიმართონ ექიმს. ოჯახის ექიმები არიან და ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ მიმართვის მიცემა. კი, მე ჭვი არ მეპარება იმაში, რომ ქართველი სპეციალისტებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ბევრია ისეთი, ვინც თავის თავზე მუშაობს, ვითარდება და მზად არის, რომ გულისხმიერებით მოეკიდოს პაციენტს. კი. რა უნდა მეთქვა, იცით? ჩემ პრაქტიკაში იყო ესეთი შემთხვევა, გოგონა მოვიდა ჩემთან, ნუ ქონდა კლიმაქსურ პერიოდში არ იყო, უბრალოდ ქონდა მისი ჰორმონალური დარღვევა, ქონდა პოლიკისტოზი საკვერცხის და იყო, რა თქმა უნდა, ქალიშვილი. დავუნიშნებ ორალური კონტრაცეპტივი, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი. და ხა ჩვენ საქართველოში ხო იცი, ყველა მიცის რომელ ექიმთანაც მიდიხარ, აუცილებლად იცი მისი ტელეფონის ნომერი და ნებისმიერ დროს შეუძლია რომ დაგირეკოს და ნებისმიერ დროს რაღაცა ნუ მოკლედ. ღამე მომდის SMS-ი, სკრინი აქვს ჩაგდებული ანოტაციის ერთ-ერთი პრეპარატის და იქ მოხაზული არის, რომ ეს არის კონტრაცეპტივი. ორალური კონტრაცეპტივი, რომელიც ხელს უშლის ასე ვთქვათ დაორსულებას და ნუ ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, გამლანძღა, იმიტომ რომ როგორ გავბედე ქალიშვილს დავუნიშნე. და აი ეს რაღაცებს თუ ცოტა მეტად სხვანაირად შევხედავთ, უფრო მეტად იქნება საშუალება იმისა, რომ აი ეს სიმპტომები შემსუბუქდეს და ესეთი ანუ ქალს არ შეექმნას დისკომფორტი, ასე ვთქვათ. ვენდოთ ექიმებს, რასაც დაგვინიშნავენ, სწორია, ნაფიქრი აქვთ. აუცილებლად. ექიმის ნამდვილად კარგი ექიმები გვყავთ და თამამად შეუძლიათ რომ მიმართონ მათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დაგვითმეთ, რომ დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და უყურეთ ჩვენს სხვა გადაცემებსაც. დიდი მადლობა. კარგად. Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons firing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight.